გამარჯობა, მე ია მეურვიშვილი ვარ და მომდენო რამდენიმე წუთის განმავლობაში მინდოდა შემეჯამებინა ის ზოგიერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც თეთრი სახლიდან გაკეთდა დღეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, დღეს 25 მარტს თითქმის სამდღიანი მოლაპარაკება დასრულდა რიადში, საუდის არაბეთში, ამერიკასა და უკრაინას და ამერიკასა და რუსეთს შორის. ეს შეხვედრა ერთსა და იმავე შენობაში მოხდა, თუმცა სხვადასხვა ადგილას შენობისა და ამერიკა ცალ-ცალკე ესაუბრებოდა ქვეყნებს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თეთრმა სახლმა ტექსტი გაუგზავნა როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას და მათგან მიღებული რაღაცა შეფასებების თუ თანხმობის შემდეგ გამოაქვეყნა ეს ორი ტექსტი საკუთარ ვებგვერდზე. ტექსტები არის ფაქტობრივად იდენტური, ორივე შედგება 5 პუნქტისგან და 5-დან 4 არის ერთმანეთის მსგავსი თუ არა იდენტური და მეხუთე, შეთანხმებაში თვითონ თუ განცხადებაში რიგით მეორე არის ეს პუნქტი, არის აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან. ახლა იდენტური რა არის? არის ის, რომ მხარები თანხმდებიან იმაზე, რომ შავ ზღვაში მოხდეს ნავიგაციის თავისუფლების აღდგენა კომერციული გემებისთვის და რომ კომერციული გემები არ იქნას გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის. ამაზე ორივე მხარე თანხმდება და ტექსტი იდენტურია. ასევე მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ შემუშავდეს გარკვეული ზომები, რომლებიც პრევენციას მოახდენს ენერგოობიექტებზე თავდასხმებისა, სამხედრო თავდასხმებისა, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში. მხარები ასევე თანხმდებიან იმაზე, რომ ნებისმიერ მესამე ქვეყანა შეუძლია ჩაერთოს ამ პირველი ორი პუნქტის აღსრულებაში იმისთვის, რომ მოხდეს მათი დაცვა და განხორციელება. ასევე მეოთხე პუნქტი არის და ასევე ორივე მხარე თანხმდება იმაზე, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები იმისთვის, რომ უკრაინაში მიღწეულ იქნას მტკიცე და გრძელვადიანი მშვიდობა. განსხვავება არის, როგორც ვთქვი, მხოლოდ მეორე პუნქტში, რომელიც არანაირად არ ემთხვევა ტექსტში ერთმანეთს და რუსეთის შემთხვევაში ეს ეხება საზღვაო ნაოსნობას, უკრაინის შემთხვევაში ეს ეხება სამოქალაქო პირების რუსეთიდან უკან უკრაინაში დაბრუნებას. და ეს პუნქტები კონკრეტულად საუბრობს, რომ რუსეთის შემთხვევაში შეერთებული შტატები დაეხმარება რუსეთს აღადგინოს მწდომა მსოფლიო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტისთვის და რომ დაეხმარება რუსეთს საზღვაო დაზღვევის ხარჯების შემცირებაში და პორტებზე წვდომის გაუმჯობესებაში. ეს არის რუსეთთან დაკავშირებით, ხოლო უკრაინის შემთხვევაში კი ამერიკა და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატები კვლავ რჩება ერთგული, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით ადგილნაცვალი თუ რუსეთში გატაცებული ბავშვების უკან დაბრუნება. ეს არის ორი განსხვავებული პუნქტი, რომლებიც არ ემთხვევა ერთმანეთს. მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეს განცხადება, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, ასე ვთქვათ, ეს შეთანხმება და თქვა, რომ შავ ზღვაში თავისუფალი ნავიგაციის ეს პირობა დაცული იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხედრო გემებს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებიდან სხვა სექტორში გადაყვანას არ ეცდება და თუ რუსეთმა ესცადა, მაშინ უკრაინა უფლებას იტოვებს თავდაცვის მიზნებით იმოქმედოს. ესეთი იყო მისი განმარტება. რუსეთმაც გამოაქვეყნა საკუთარი განცხადება, ის თითქმის იმეორებს ყველაფერს, რასაც თანმხვედრ 4 პუნქტში თეთრი სახლი ამბობდა, თუმცა ამ განმარტებად რუსეთი თავის მხრივ აცხადებს ასეთ რაღაცას, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს მოსთხოვა ის, რომ ის ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ტრანზაქციებს, ამ ბანკს მოეხსნას ფინანსური შეზღუდვები, საბოლოო ჯამში რუსეთი ითხოვს სანქციების მოხსნას რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა მოხდება, რა მოჰყვება ამ ყველაფერს შეერთებული შტატებისგან. ამ განცხადებების შემდეგ ბუნებრივია მედიაში გაჩნდა დაიწყო მიმოხილვა იმისა, თუ რას ნიშნავდა ეს 5-პუნქტიანი შეთანხმება. ასევე გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის ამერიკა უფრო მეტად რუსეთის მხარეს ვიდრე უკრაინის მხარეს, რამდენად არის ის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მომლაპარაკებელი, ხომ არ ისარგებლა ამ 5-პუნქტიანი შეთანხმებით უფრო მეტად რუსეთმა ვიდრე უკრაინამ. მე გაგაცემთ ის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც გააკეთა თეთრი სახლიდან, დასკვნები გამოიტანეთ და გააკეთეთ
თავად მანამდე კი ვიტყვი იმას, რომ ამ ეტაპზე არ ვიცით სად, როდის და ვის შორის შედგება და გაიმართება მომდევნო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ ეს ისევ იქნება საუდის არაბეთი, თუმცა უნდა დავალოდოთ და ვნახოთ და მე ვეცდები, რომ ოფიციალური განცხადებების გაკეთების შემთხვევაში ვეცდები, რომ შევაჯამო ისინი და ისევ გადმოგცეთ ისე როგორც გაკეთდა ეს განცხადებები. მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით. კარგად.